მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მოვესალმები. დღეს გვაქვს ენერგეტიკული წმენდა. ეს არის წმენდა ანგელოზების, არხანგელი მიქაელის და მაღალი ძალების დახმარებით აქტიურებ უკვე დაიწყა პუნა. დღეს ესე იგი მთელი დღე რაც არ ავიღე ხელში, სულ წკაპუნობს და წკაპუნობს, ესე იგი კარგ დროს ნახეთ როგორ ქრება. ხალხო, სანთელი ჩაგიქვრათ თქვენ. როგორ ხართ ჩემო გამომწერებო? აქ ვიღაცას დღევანდელ დღეზე ეკლესიაში ესე მეუბნებიან წაიკითხეს არასასიამოვნო საპირისპირო ლოცვები, რომ თქვენ საერთოდ არ იყოთ, მიხვდით ხო? ესე მაწვდიან ინფორმაციას და ნახეთ სანთელმა უკვე როგორ იტირა, ნახეთ. ეს არ არის კარგი. ეხა თქვენს წინ მე უყურეთ კადრს. აი ესე მაქვს ჩაფიქრებული. ამას უნდა ეს წყალი, იმიტომ რომ მარილი მე სხვანაირად მაქვს დღეს გამზადებული, სხვანაირად მაქვს დატვირთული. გული მიგრძნობდა, რომ რაღაცა ვერ იყო და სანთელიც ჩაგიქვრათ. დღეს იქნება ენერგეტიკული წმენდა გზები გავხსნათ, გავანთავისუფლოთ, გავიწმინდოთ გზები, ასე დავარქვათ, რომელი გზებითაც თქვენ ყოველდღე დადიხართ. მიხვდით ხო? რომელი გზებითაც თქვენ ყოველდღე დადიხართ. შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს ჩაუტაროთ ეს. ნახეთ ხალხო, კიდე ჩაგიქვრათ. აქ ესე იგი სიკვდილზეა გაკეთებული. ნახეთ სანთელი როგორ გაშავდა? ნახეთ როგორ გაშავდა სანთელი. ძალიან კარგ დროს შემოვედი მე ეთერში. ხა მინდა გითხრათ. უკვე გაშავდა, აქ არის დიდი დრაკონი ამოვიდა თქვენს ფინანსებზე. გამოშვებულია აქ გენაცვალე ვხედავ მე მასკიანი, ესე იგი თქვენ ოჯახში შემოსული, კარგს რო ლაპარაკობს, მაგრამ რო გადის ოჯახიდან, ესე იგი ძალიან ცუდ რაღაცებს ლაპარაკობს. აქ ჩაქვრა იმიტომ რომ აქ ამოვიდა პირდაპირ რქებიანი, აი აქ რქებიანი ამოვიდა კიდე მკერდიანი ქალბატონი 40 წლამდე ესე, კაი იყოს 45-ს მეუნებიან, რომელიც თქვენზე ესე იგი მაქსიმალურად მუშაობს, აი ეს თქვენი ჯინი ჭირს, თქვენი ფინანსების ჯინი ჭირს. კი, ნახეთ როგორ დაიწყაპუნა. ნახეთ, ხედავთ? თქვენი ფინანსებზე აქვს თვალი დადებული, თქვენს კლიენტურაზე, თქვენს საქმიანობაზე. აქ ეხა გაიწმინდება შური, ნახეთ როგორი შურია, სანთელს რა დაემართა, ანგელოზები და არხანგელ მიქაელი როგორ გვეხმარება. ხედავთ რა სიშავე წამოვიდა მეგობრებო? აქ მე ხედავ ერთი სანთელი არ გვეყოფა. ძალიან დიდი. გავწმინდოთ ეხა გზები, რომლითაც თქვენ დადიხართ
ჩემო გამომწერებო, ყოველდღიური გზებით, არა აქვს მნიშვნელობა სამსახურში მიდიხართ, არა აქვს მნიშვნელობა მაღაზიამდე ჩადიხართ და ისევ სახლში ბრუნდებით. აი უყურეთ როგორი შურია, როგორი თვალია, როგორი აი ღვარძლი თქვენი ჯინი ჭირს ვიღაცას. აქ ნამდვილად არის, აქ სახლშიც ყავთ თქვენ, შეიძლება მეზობელიც იყოს, არ გამოვრიცხავ. ძალიან ახლოს დგას ადამიანი, აქ ამოვიდა პირდაპირ სახლი, კი, სახლი თქვენ სახლზეა. აქ პატკლადებს რომ ვამბობ ხოლმე, რაღაცა არის დაგდებული, რომ გადმოაბიჯეთ, ესე ეტყობა. მოდი გავანეიტრალებ მე ახლა აი ამ დაგდებულ პორჩას, პატკლადს, რომელიც ესე იგი თქვენ არიცოდით და ის გადმოაბიჯეთ, ხო, რომ გადმოხვედით აუცილებლად, ხო, გადმოაბიჯეთ ზღურბლს. აი ეს ვინც დაგიგდოთ, ბუმერანგი აქ რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ რო იწმინდებით, გზები რო გეწმინდებათ, ყოველდღიური, რომლითაც დადიხართ ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო გამომწერებო, ის ეხლა ბუმერანგი მიუვა, რა თქმა უნდა, გამომგზავნს თქვენს მტერს. რა სიშავე წამოვიდა. აქ ისევ ფინანსებზეა შური, მოკლედ, თუნდაც აი ხელში გიყურებენ, აქ მეზობლებს მეუბნებიან, ცხვირაწეული, პირგამოწეული, აი ცოტა ყბა და ცხვირაწეული ქალბატონი. აქ ამოვიდა კიდე თაგვი ამოვიდა, რომელიც ესე იგი თაგვი რა არის, იპარავს, ხო, და თქვენს ენერგიებს იპარავს, უყურეთ, აქ წყევლა თქვენ გზებზე დაგდებული, პირდაპირ რაღაცაა დაყრილი, სახლიდან რო გამოდიხართ, ვინც კორპუსში ხართ, კიბეებზე რო ჩამოდიხართ, ნამდვილად, კი, აგე სანთელი არ იტყუება. აქ ხედავ რომ არის წმენდა გაკეთებული, მაგრამ გამეორებულია, ვინც ესე იგი სადარბაზოდან რო გამოდიხართ, მარცხენა მხარეს, აი მანდ არის რაღაცა ხეებია, შეიძლება არც სკვერია, მაგრამ პატარა ბუჩქნარივითაა. აი მანდ არის რაღაცა დაგდებული, და ნახეთ სანთელი როგორი შავია და აქ ნახეთ რეები ხდება ხალხნო. ეხლა რას გვეტყვის აბა ანგელოზები, გავიწმინდოთ გზები, რომლითაც ყოველდღე დადიხართ. არა აქვს მნიშვნელობა სად, სამსახურში რომ მიდიხართ და გზაშივე რომ ნეგატივს აიკიდებთ, სანამ სამსახურამდე მიხვალთ. აქ ეკლესიას მეუბნებიან, ძალიან ბევრი უსულო არსებები დაფიქსირდნენ სუშნასწები, მერე განახებთ აუცილებლად. მოდი მოვხსნათ ეს შური თქვენ გზებზე რო აი ეს ნეგატივი დაგდებული შური, რო ან შეიძლება სახლშიც მუშაობთ, შეიძლება სახლიდან მუშაობთ, შეიძლება სახლში მოდის კლიენტურა თქვენს ხელოვნებას ეწევით, ასე შეიძლება იყოს და უცებ აი ამ შურით, აი ამ გაუმაძღრობით მტრისგან ხო კლიენტურა შეგიწყდათ, აი ამას მეუბნებიან. აი ახლა გავწმინდავ მე ამ ყველაფერს, მოვაშორებ, გავხსნი გზებს, რომლითაც მე და ჩემი გამომწერები დავდივართ ყოველდღიურად, რომელ გზებზეც დავდივართ, არა აქვს მნიშვნელობა სად და როდის. ყოველ დღე, დილა, შუადღე, საღამო, ღამე.
გასაგებია. აქაც ნახეთ როგორი გაბერილი დემონი ამოვიდა, გაბერილი ბუშტივით, ვერ გაძღა, ესე იგი ვერ გაძღა რა. შეიძლება პიროვნებაც არის, არ გამოვრიცხავ. ან იმდენად ძველია, აი აქაც როგორ გაშავდა, ნუ სუფულები, სუწინწკლები. ვაშლზე კიდე აქ გაკეთებული, ვაშლია დაგდებული თქვენს გზებზე, გოგოებო, ბიჭებო, ქალბატონებო. ვაშლია დაგდებული. აქ არის რიტუალი ჩატარებული, რომ თქვენი ყოველდღიური გზა იყოს დათარსული, რომ აღარაფერი აღარ გამოგივიდეთ და სულ პრობლემებში იყოთ, სულ პრობლემებში რო იყოთ, ესე მეუბნებიან. გავწმინდოთ, ვწმინდავ ამ ნეგატივს. აი ვაკარგინებ ძალას, აი ამ მაგიურ დაგდებულ პატკლაც, ასე ვთქვათ, დაგდებულ ჯადორს, აი ეს ვაშლის სახით, რომელიც არის, ასევე რაღაცა არის, აქ მეუბნებიან კარებზეა რაღაცა ცხიმები წასმული, რომელიც ჩამჯდარია და აღარ ცილდება. კი, ნახეთ როგორ გაშავდა, სიშავე წამოვიდა და საიდანაც მოვიდა, იქ წავიდა. ამინ. ეს წყევლა, ვინც თქვენ გწყევლით, რომ შენ არ გაიარე და შენ არ მიხვიდე და შენ ესე და შენ ისე, ხო? აი ამ წყევლას ვაუქმებ, ძალას ვაკარგინებ. აი ამ მაგიურ დარტყმებს ფეხებზე, რომ ჩაკეტილი, აი არის მაგიური დარტყმები გაქვთ ფეხებზე, ნამდვილად აქ მარცხენა მხარე წარსულიდან მოდის ეს და ეს მოდის ქალიდან, რო იცოდეთ, ეს მოდის ქალიდან, ქალი გებრძვით. კაცრავად ჩემი ხელებისთვის კი მოგწონთ, მაგრამ ამას მე ხა დანას გავუყრე და ისე ვამუშავებ, რომ ესე ავჭრი ახლა მე აი ამ ყველაფერს ავჭრი. წმინდავ სამყაროს დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, არხანგელ მიხაელის დახმარებით. წმინდავ ჩემს და ჩემი გამომწერების გზას, რომლებზეც მე და ჩემი გამომწერები დავდივართ ყოველ დღე, არ აქვს მნიშვნელობა სად. ხსნი ბლოკებს, სპეციალურად მაგიიდან დადებულ შეკრულ ბლოკებს გზებზე, ვანთავისუფლებ აი ამ წინააღმდეგობებს ვამსხვრევ, ჩაკეტილ კლიტებს ვხსნი, ძალას ვაკარგინებ ამ ნეგატივს, ნებისმიერს არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალმა გააკეთა, არაპროფესიონალმა გააკეთა, მოსწავლემ გააკეთა, კალდუნიამ, ჩორნი მაგმა გააკეთა, ვეძმამ თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, აი ამას ვაკარგინებ, ხსნი და ვასუფთავებ აი ამ გზებს, რომლებითაც მე და ჩემი გამომწერები ყოველდღიურად დავდივართ. და ამაში სამყარო მეხმარება, ის ძალები, ვინც მე მომცა ეს ძალები, რომ ჩემს გამომწერებს დავეხმარო. მადლობა არხანგელ მიქაელს, ანგელოზებს. ნამდვილად არის აქ, აი აქ ცხოველიც არის, აი კლიტე გაიხსნა, ვიპოვე, გაიხსნა ბლოკები, გავარღვიე წინააღმდეგობები, რომლებიც მე და ჩემს გამომწერებს ყოველდღიურ გზებზე მოძრაობაში ხელს გვიშლიან, იზოლაციაში ვინც ხართ, მეც თუ მიქმნიან და თქვენც რო გიქმნიან, აი ამ იზოლაციას ვაუქმებ და გამოვდივარ მეც და ჩემი გამომწერებიც, აი ამ ჩაკეტილის, გესმით ხო, ხედავთ, ჩაკეტილი სივრციდან,
აი ამ შავი მაგია ნამდვილად სიკვდილზეა გაკეთებული, რომ დაიძინა და აღარ გაიღვიძა, ესეთი სიტყვებია. აი ამ სიტყვებს ვაუქმებ, ვანულებ, ვინც ეს გააკეთა. უკან უბრუნებ. ნახეთ რა მხოლოდ ცეცხლია, ხედავთ, რა შავია, აქ სანთელი როგორ ტირის შავად, ნახეთ? შავად. აქ არის უყურეთ, ნახეთ როგორ ისი შავია ზედ სანთელზე. ნუ აქ არის როგორ ახლა იცით, რომ თან ბევრი მუშაობს ერთად. ნახეთ როგორი გატიყნული რაღაცეებია ხალხო, აქ ბევრი მუშაობს ერთად. აქ მე მინდა გითხრათ პირდაპირ ახლა აი შემარხია, რასაც ქვია რა. შემარხია. აი ამ ყველაფერს ჯადოს, მიწყევლას, მოწყევლას, წყევლას, ეკლესიაში წაკითხულს, უკუღმა დანთებული სანთლიდან, შავ პირიანებისგან, ჩორნაროტებს რო ვეძახით, ჩორნა კნიშკებს რო ვეძახით, შავი წიგნებიდან რო კითხულობენ, აი ეს იმპერატორები და იმპერატრიცები რო გონიათ თავიანთი თავები, უკან ვუბრუნებ, ჩემგან ვხსნი, ჩემი გამომწერებისგან ვხსნი, აი ამ ჩაკეტილობას, აი ამ ბლოკებს ვანადგურებ, ვასუფთავებ, ნათელს ვხდი და უკან ვუბრუნებ მტერს, ნახულს და არ ნახულს, სისხლით ნათესავს და არა სისხლით ნათესავს, ცნობილს და არა ცნობილს მტერს, სახელით და უსახელო მტერს, რომელმაც აი ესე გამოგვიგზავნა, ერთი მუშაობს თუ კოლექტივში მუშაობს, არა აქვს მნიშვნელობა, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს. როგორც თქვი, ასეც იქნება და ასეც არის უკუნითი უკუნისამდე. ანგელოზების და არხანგელ მიხაელის დახმარებით. ამინ, ამინ, ამინ. ამინებზე ამინი. ხედავთ, აქრეები ხდება ხალხნო, ხედავთ. აქ ბევრი სუშნასწებია და ბევრი რაღაცეებია, საშინელი სიტუაციებია, მეგობრებო. აქ არის საშინელი სიტუაციები. ეხა ესეც როგორ ტირის, ნახეთ, ეს სანთელი იტირა ძალიან ტირის და შემძრა რასაც ქვია, ამ თეთრმაც იტირა, ჩაიხედეთ ფეხია შიგნით, უყურეთ ფეხი, ხედავთ, შიგნით არის ფეხი, აი ფეხი. გაიხსნა, ამ სანთელს არ ახასიათებს ტირელი და ნახეთ როგორ ტირის. მოდით აბა ვნახოთ ახლა რა არის ჩემო კარგებო. ნუ ჩემ ხელები უნდა დაინახოთ, სხვანაირად არ გამოვა, გაცივდეს ცოტა. ნუ ეს უკვე გითხარით, ეს არის თქვენი მონეტები, თქვენი ფულები, აი ესენი, სუ ფულებია. აი ეს არის, აი უყურეთ, ეს არის უკვე კვერცხიდან ახალი გამოჩეკილი ბახალას რო ეძახიან, აი ესეთი რაღაცაა რა. პირს რო დააღებს და რო გაიზმორება კვერცხიდან, ესე იგი მსხველშეწირვა სისხლზე აქ გაკეთებული, ჯადოქრის სისხლზე მინდა გითხრათ, აი წვილები ამოვიდა, თევზის ფარფლები, აი ეს რა არის, აქ კრესლოში ზის ვიღაცა და ბლოკი ედოს თავზე, აქ არის რუნა, აქ არის აი ვოლტზეა ნამუშევარი, აი აქ არის ვოლტი სანთლით დახვეული ვოლტზეა ნამუშევარი მინდა გითხრათ. მოდი ჯერ გადმოვაბრუნებ, ხო, ნახეთ უყურეთ, ახლა გეტყვით. აი აქ ნახეთ როგორი ზის ესე აქეთ ორთავიანი აქეთაც აქ ლოყები და იქეთაც აქ ესე იგი მგელი კრავის ტყავში მიხვდით ხო ადამიანი ყავთ ვიღაცა რომელიც გადაგემტერად ძალიან დიდი ხანია აქ ესე იგი აი ვის უყვარს ესე შეფუთვან თბილად ჩაცმან რაღაცის შემოხვევა ამ პლედს ვინატარებს მიხვდით ხო აი აქაც უყურეთ როგორ პირდაპირ
ნიაღვარია, აი აქ არის შავი მორევი, ზღვარო ტრიალებს ხო იცით, აი ეგეთი მორევია, აი აქ უყურეთ, აი აქ არის ეგეთი მორევი და აი აქ ამოვიდა ჯადოქარის სახე გამოვიდა ესე ოვალური, არც ძალიან მრგვალი სახით, არც ძალიან ისე. ეს არის ქალიც არის და კაციც არის, იცით? ესე იგი, ხო ვთქვი, ბევრი მუშაობს მეთქი და სანთლებს ანთებენ. ნუ აქ რქები, რა თქმა უნდა, ეხა რქები ვის ექნება? პირდაპირ ჯადოქარი რა, ვეძმა დაჯდა, აი თავისი ჩიბუხით, ქალი ბებერი ეტყობა ეწევა, თქვენი ახალგაზრდობა თქვენი გზებზე იპარავს, აი ეს კრადნიკებია. აქ არის სატელეფონო, ტელეფონზეა გაკეთებული, ტელეფონის ჯადოა აი აქ გაკეთებული, აქ როგორი გაწოლილია ნახეთ და პირდაპირ ის არის, ხედავთ, აი ის არია თქვენზე მომართული. აქ ხემეთქი, აი რომ გამოდიხარ სახლიდან, ნახეთ როგორი სიშავე მოყვებათ, უკვე სიშავე მოყვებათ. აქაც თავზე აჭარელ ქალს გავს, ეს უკვე აჭარელ ქალს გავს და ეს კიდე თურქული მაგიაა რაღაცა, პირდაპირ სუშნასწებია და რაღაცებია. აი აქაც ნახეთ თევზი, ჩიტი, ავადმყოფობაზე, თქვენს ფინანსებზე, აქაც ჩიბუხზე, აქ ვირთხებია, აქაც ნახეთ, აი უყურეთ, პირი აქ დაღებული, რაღაცა არც დათვია, არც რაღაცა დიდი დემონია აქეთ, მიხვდით ხო? აი აქაც ნახეთ ხეები ტყეებზე გაკეთებული, ნუ ბევრნი ხართ და ძალიან ბევრი რაღაცა ამოვიდა. აი აქაც ეს ღორივით არის რაღაცა, აი ღორივით, აქაც სახე, აი ესე იგი რამდენი სახეები ამოვიდა, გამოვიდა, ნახეთ რა, გამოვიდა და ეს ნახეთ ყვავს, ხედავთ? აი ყვავი. აი ყვავი. შავი მაგია ყვავი და აქაც კაცის სახე დაფიქსირდა. აი აქ დაფიქსირდა კაცის სახე. ნუ ესე იგი ძალიან ბევრი ის მოიხსნა ახლა აქ. ნუ მთვარეებს არტყოვებენ, ხო ხდებით, მთვარეების მანიაკები, მოყვარულები რო არიან. აქ დიდი აი ენას გიყოფთ აქ ვიღაცა და აქ არის კიდე ეს ცხოველის ენაზე აკეთებენ, რო ხმა ჩაიგდე, ეგეთი რაღაცა არის, მიხვდით ხო? აქ კიდე მტრედია, რო სიმშვიდე და აი გზა ნახე ფეხზე როგორ გაქვთ მოდებული ეს, რო აგერიოთ გზები, ხო ხდებით? აქაც ნახეთ თქვენი ფულები და რო აი თუ შემოვიდა, რო უაზროდ დახარჯოთ და აქეთ-იქეთ და ნახეთ რამდენი სულებია, ეს არის სულები და კბილები კიდე, კბილებზეა გაკეთებული. ნუ რა ვიცი, რამდენი რაღაცა, აი სარკის პორტალები და ასე შემდეგ, გოგოებო, ბიჭებო, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ სხვანაირად არ რეზონირდება, მე ჩემს ენერგიას მთელ მსოფლიოს ვერ ვაჩუქებ. ეს რიტუალი ნუ სამჯერ მაინც უყურეთ, თუ გინდათ სამჯერ, თუ გინდათ 6-ჯერ, აი აღარ მომწეროთ ნინია რამდენჯერ, თქვენ სიტუაციას გადახედეთ და 6 ლარი იქნება გამოსასყიდი და თხოვნა მაქვს მეგობრებო, მე ვხედავ ყველას ჩარიცხვებს, გამოსასყიდებს და კომენტარებში ნუ დაწერთ, ნინია, აი ახლა ხელფასს ავიღებ და ჩაგირიცხავთ, ან დღესვე ჩაგირიცხავთ და ან ხვალ არ შეიძლება სხვას ნუ აგებინებთ, როდის აკეთებთ თქვენს გამოსასყიდს. ეგ იგივე კულმინაცია ჩემი რიტუალის, მიხვდით ხო? ანუ იმ რიტუალის გადახდა, ენერგეტიკის გაცვლა და სამყაროს ნუ გააგებინებთ, როდის რას რიცხავთ. მე ყველაფერს ვხედავ, აი ამ შეცდომას ნუ უშვებთ, გამოასწორეთ ეს შეცდომები, ვინც ესე იქცევით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომეწონა კარგად ჩატარდა რიტუალი და მომავალ შეხვედრამდე.